მეგობრებო, მოგესალმებით და ჩვენი დღევანდელი შეხვედრის თემას გავაჟღერებ. დღეს მინდა ვისაუბრო, უბრალოდ გავაკეთო საჯარო ტაროს პროგნოზი თემაზე, რომელიც დაკავშირებულია ამ თვის დაბნელების დერეფანთან და თემა იქნება შემდეგი. ანუ რისგან გამთავისუფლდებით, რას გავუშვებთ ჩვენი ცხოვრებიდან, რა დარჩება წარსულში, რისგან გამთავისუფლდებით ამ თვის დაბნელების ენერგიების მეშვეობით. მოგახსენებათ, მე ბევრი მაქვს ნასაუბრალი სხვადასხვა ვიდეო ჩანაწერებში, რომ დაბნელების პერიოდში, როდესაც მთავარი ციური სხეულები, მთვარე და მზე ბნელდებიან, ამ დროს გამოიყოფა საკმაოდ ისეთი ქაოსური ენერგიები, რომლებიც, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენენ დედამიწაზე მიმდინარე პროცესებზე და, რა თქმა უნდა, სიცოცხლის ისეთ უმაღლეს გამოვლინებაზე დედამიწაზე, როგორიც არის ადამიანი და მისი ცხოვრება, მისი ცხოვრების სხვადასხვა სფეროები და პერიპეტიები, ხო? ამიტომ საინტერესო იქნება, ვფიქრობ, მართალია ცოტა შემაგვიანდა, მე დაანონსებული მქონდა, რომ ამ თემაზე აუცილებლად გავაკეთებდი ვიდეო ჩანაწერს, ცოტა შემაგვიანდა ესეთი დატვირთული სამუშაო გრაფიკისა და სხვადასხვა ესეთი დატვირთული, ასე ვთქვათ, ცხოვრებისეული პროცესებიდან გამომდინარე, თუმცა ვფიქრობ, რომ დროულია ეს ვიდეო ჩანაწერი და არ არის დაგვიანებული, ვინაიდან ჯერ კიდევ ჩვენ შუა პროცესში ვართ, ვინაიდან ამ თვის 29 მარტს ჩვენ გველოდება მზის დაბნელება და, რა თქმა უნდა, ის თავის მხრივ კიდევ გამოიწვევს სერიოზულ პროცესებს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებზე, მოახდენს გავლენას და ეს როგორც წესი დაბნელების პერიოდის ზეგავლენა არ მთავრდება, ასე ვთქვათ, დაბნელების დასრულებით და შემდგომი 6 თვე ასევე წარმოადგენს ხოლმე საკმაოდ კრიტიკულ პერიოდს მიმდინარე პროცესებზე, ამიტომ სიფრთხილე ძალიან მნიშვნელოვანია შემდგომ თვეებშიც, რომ გამოვიჩინოთ და თუ მოისმენთ დღევანდელ ვიდეო ჩანაწერს და იმ პროგნოზებს, რასაც გავაჟღერებ მე დღეს 3 ვარიანტის სახით ტრადიციისამებრ, თუ რეზონირდება ეს ინფორმაცია თქვენთან, სასურველი იქნება თუ გაითვალისწინებთ და გამოიყენებთ თქვენს შემდგომ გადაწყვეტილებების მისაღებად თუ ამა თუ იმ არჩევანის გასაკეთებლად, ხო? რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ კი ეს ინფორმაცია მოვა თქვენთან, ვინაიდან აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი, აღნიშნული პროგნოზები არის საჯარო, მოგეხსენებათ, ამ ვიდეო ჩანაწერს მოისმენს ძალიან ბევრი ადამიანი, ამიტომ აიღეთ ის ინფორმაცია, რომელიც მოვა თქვენთან ახლოს, რომელსაც იგრძნობთ, რომ თქვენია, ერგება თქვენს სიტუაციაზე, შესაბამისად რჩევებიც მოერგება თქვენს თემებს. როგორც ხედავთ, მე კარტი ჯერჯერობით გაშლილი არ მაქვს, აქ წარმოდგენილია 3 ვარიანტი, სანთლების სახით. პირველი გახლავთ შავი სანთელი, პირველი ვარიანტი, მეორე წითელი გახლავთ მეორე ვარიანტი, შუაში რომელიც არის მოთავსებული, ხოლო მესამე არის მწვანე სანთელი და გახლავთ მესამე ვარიანტი. რა თქმა უნდა, სანთლის ფერებს ამ შემთხვევაში იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ამოვა ამ თვითოულ ვარიანტთან დაკავშირებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის უბრალოდ იმისთვის, რომ ინტუიციურად გააკეთოთ არჩევანი, გნებავთ დააპაუზოთ ვიდეო და ისე გააკეთეთ არჩევანი, ან გნებავთ მოისმინეთ 3 ვარიანტის პროგნოზები და მოახდინეთ იმ ინფორმაციის სინთეზი, რომელიც ამოვა თითოეულ ვარიანტში და ისე მოარგეთ შემდგომ თქვენს სიტუაციას, ხო? და მე უკვე დავიწყებ პირველი ვარიანტით, ამ სანთლებს ავიღებ, რომ არ შეგვეშალოს ხელი და ვნახოთ რას გვეტყვის ტარო სწორედ ამ მეტად მნიშვნელოვან თემასთან მიმართებაში. მე პირადად უკვე ვგრძნობ ამ ენერგიებს. ჩემს შემთხვევაში საკმაოდ სერიოზული ძვრები დაიწყო რაღაც მიმართულებებით, ამიტომ ფიქრობ, რომ გარკვეული გამოხატულება არ არის აუცილებელი სხვათა შორის მაინდა-მაინც ნეგატივის კუთხით იმუშაოს დაბნელებამ, შესაძლოა ეს იყოს საკმაოდ დადებითი პროცესებიც, უბრალოდ აქ იცით რა მუშაობს. მუშაობს ის, რომ ხშირად თუნდაც ის დადებითი, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, დადებითი ცვლილებები მოითხოვს გარკვეულ
ენერგეტიკულ მზაობას იმისთვის, რომ მიიღო ადამიანმა, ხო, ეს დადებითი გაუმკლავდე ამ ენერგიას, შეირგო, თუ შეიძლება ასე ითქვას, და გამოიყენო შენს სასარგებლოდ. ამასაც ერთგვარი ენერგეტიკული მუხტი ჭირდება, იმიტომ რომ დაბნელების დერეფანი მაინც თავის მხრივ ატარებს ტრანსფორმაციულ ხასიათს, ამიტომ იმ კარგის მოსვლასთან ერთადაც კი მოდის გარკვეული სანერვიულო, საფიქრალი, რაღაცა ენერგიის მობილიზებას გთხოვს სამყარო, რაღაცა მოძრაობაში ჩართვას გთხოვს, საკუთარი რესურსების გამოყენებას გთხოვს, რომ არ დაიკარგოს ის დადებითი, რაც შემოდის შენს ცხოვრებაში, ხო? გააჩნია ადამიანს და მის მოცემულობას. და ამიტომ ესეც ერთგვარი წნეხის სახით მაინც გამოიხატება ხოლმე ის ენერგეტიკული მუხტები, რომლებიც გამოიტყორცნება სამყაროში და მათ შორის დედამიწაზეც დაბნელებების პერიოდში. და მოდით ვნახოთ, რა მოცემულობა გაქვთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს აწმყოში, რა ენერგიებში იმყოფებით და რისგან განთავისუფლდებით, ანუ რას დატოვებთ წარსულში ამ დაბნელების დერეფანში, ხო? დერეფნის გავლის პროცესში. პირველ ვარიანტში ჩვენ ვხედავთ, აი პირველივე არკანი ეს არის სიგნიფიკატორი თქვენი მოცემულობის, ჩვენ ვხედავთ აქ ადამიანს, რომელიც არის ერთგვარ თავდაცვის რეჟიმში, ერთგვარ ომში, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არის უფრო თავდაცვითი ომი და საკუთარი პოზიციების გამყარებისთვის წარმოებული ომი თქვენს მტრებთან, რომლებიც შესაძლებელია თქვენს ქვემოთ დგანან და ეს სიმბოლიკა ის რომ თქვენ ზემოთ ხართ და ისინი ქვემოთ არიან ამით იმის თქმას ურს კარts რომ თქვენი პიროვნება უფრო ძლიერია, თქვენი პოზიციები უფრო ძლიერია, მაგრამ ისინი სამაგიეროდ ბევრნი არიან, თქვენ ერთი ხართ, ისინი ბევრნი არიან და შესაძლებელია გარკვეულწილად მაინც გიჭირდეთ მათთან გამკლავება, მიუხედავად თქვენი პიროვნული სიძლიერისა, მიუხედავად თქვენი პოზიციების სიძლიერისა და თუნდაც თქვენი სიჭკვიანისა, მოხერხებულობისა და ვთქვათ ძლიერი ენერგეტიკისა, ხო? ამიტომ საინტერესოა, ვისაც ესეთი მოცემულობა გაქვთ, ანუ ერთგვარ ომში ხართ თქვენს მტრებთან. ამჟამად რა წავა თქვენი ცხოვრებიდან, ხო? აქ ჩვენ უკვე ვხედავთ პიროვნებებს. აქ ცალსახად გამოხატულია ესეთი პერსონაჟები. კარჩი, აქ არის როგორც ქალი, ასევე აქ ჩვენ ყავს წარმოდგენილი მამაკაცი, არკანს სიკვდილთან ერთად. ეს რას ნიშნავს ახლა, ხომ? აქ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შესაძლებელია სწორედ ესენი არიან, ანუ ესეთი ადამიანები არიან თქვენთან ჩართულნი ბრძოლაში, თქვენს მტრებად მოაზრებულნი, შესაძლებელია ეს იყოს ქალი, მატერიალისტი, ქალი მატერიაში გამოხატული, ან მატერიალური ინტერესები გაკავშირებდეთ ამ ქალთან, ან საქმით იყოთ დაკავშირებული საერთო საქმით, ან საერთო ფინანსური რესურსებით. აი ეს ქალი შესაძლოა გავიდეს თქვენი რეალობიდან და თქვენი ცხოვრებიდან და ასევე აქ ჩვენ ვხედავთ მამაკაცს, რომელიც უფრო ისეთი ცეცხლოვანი და აქტიურია, უფრო ვფიქრობ, რომ აქ უფრო ეს შესაძლებელია იყოს უფრო ახალგაზრდა მამაკაცი, ვიდრე ეს ქალბატონია, ეს უფრო შესაძლებელია იყოს ახალგაზრდა, ან შესაძლებელია ეს იყოს უფრო ისეთი მოძრავი ადამიანი, უფრო მოძრაობაში, უფრო ცეცხლოვანი, უფრო აქტიური, სწრაფად აალებადი ადამიანები, ხო, აი ფეთქებადი ადამიანები რო არიან, უფრო ისეთ ადამიანს ვხედავთ აქ, რომელიც სწრაფად აალდება, თუნდაც გაბრაზების დროს, სწრაფად აპილპილდება და მერე უცებ ჩაინავლება. ან შესაძლებელია აქ ვხედავდეთ ჩვენ აქტიური ცეცხლის სტიქის წარმომადგენელს, ადამიანს უფრო ღია ფერებში, ვიზუალურ მხარეს თუ მივაქცევთ ყურადღებას, აი ესეთ ტიპაჟებს ვხედავთ ჩვენ აქ ცალსახად ეს არის აქ არ არის თქვენი, ვთქვათ, შინაგანი ტრანსფორმაცია, ან თქვენი შინაგანი კრიზისი, ან რაღაცა ისეთი, ვთქვათ, თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემები, ან თუნდაც რაღაცა ისეთი ფინანსური პრობლემები, აქ პიროვნულ დონეზე დაპირისპირებას ვხედავთ და თქვენი, ასე ვთქვათ, გამოწვევაც ამ ეტაპზე შესაძლებელია იყოს სწორედ ამ ადამიანებთან დაკავშირებული, ამ ადამიანებთან დაპირისპირებაში გამოხატული, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად წავა, ვინაიდან
მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც გარკვეულ манипуляციებს ეწევიან, გარკვეულ ტყუილში შესაძლებელია იყვნენ მხილებულნი, გამოაშკარავდეს მატერიალური ბუნება, მატერიალური სახე, ისინი აუცილებლად დაკარგავენ იმ ენერგეტიკულ მუხტს, იმ ძალას, რომელიც მათ შესაძლებელია ჯერ კიდევ გააჩნიათ და ისინი აუცილებლად გავლენ თქვენი ცხოვრებიდან. თუმცა არკანის სიკვდილს შესაძლებელია იმის თქმაც სურდეს, რომ ეს ესე მთლად ესეთი მარტივი პროცესიც არ არის, რომ აი დღეს არიან, დღეს მაწუხებენ, დღეს მიპირისპირდებიან, მაგრამ ხვალ ესე მშვიდად აიკრავენ გუდანაბადს, ესე ჟარგონულად რო ვთქვათ, და უცებ გავლენ ესე თავისით მშვიდად წყნარად თქვენი ცხოვრებიდან, ესე სავარაუდოდ არ იქნება თქვენს გარკვეული ძალის ხმევის ჩადება მოგიწევთ ამ პროცესში, იმიტომ რომ არკანის სიკვდილი ეს არის მაინც რთული პროცესი, გარკვეულ დანაკარგებთან დაკავშირებული, მე ხა ვერ ვიტყვი მაინდა-მაინც რომ ეს იქნება ვთქვათ, მაინდა-მაინც ფინანსური დანაკარგი ან მაინდა-მაინც ვთქვათ, რაღაცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ყველა ადამიანისთვის ეს იქნება ინდივიდუალურად გამოხატული. აქ ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ რაც უფრო ძლიერი ხართ თქვენ, იქნებით თქვენ მით უფრო ნაკლებ დანაკარგებზე გახვალთ და რაც უფრო ვთქვათ მოისუსტებთ, ანუ დასუსტდებით ამ პროცესში და არ დაზოგავთ ენერგიებს, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაშინ მით უფრო დიდი იქნება დანაკარგი, ხომ? რაც უფრო გონივრულად მიუდგებით, მშვიდი ემოციებით, უფრო მეტი გამჭრიახობით, უფრო მეტი ჭყალებში ეშმაკობით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო? ამ პროცესს მით უფრო ნაკლები იქნება დანაკარგი. ამავდროულად ამ არკანების კომბინაციას ისიც სურს გითხრათ, რომ თუ თქვენ არ ყოფნით თქვენი პირადი ენერგეტიკული რესურსი, დაიღალეთ, გადაიწვით, ან ძალიან ბევრ ფრონტზე იბრძვით და უკვე აღარა გვაქვთ იმის ენერგო რესურსი, იმის ძალა, რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდეთ, თქვენ შეგიძლიათ ითხოვოთ დახმარება თქვენი მეგობრისგან, თქვენი სანდო ადამიანისგან, ეს შეიძლება იყოს ოჯახის წევრი, მეგობარი, ნათესავი თანამშრომელი, ვისაც ენდობით, მთავარი ეს არის, ვისიც გჯერათ, ვისზე დაყრდნობაც შესაძლებელია, აი ასეთ ადამიანზე ვსაუბრობ. ამიტომ ამაში სათაკილო ნამდვილად არაფერი არ არის, თუ თქვენ ყავთ ესეთი ადამიანი, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ მას დასახმარებლად. ყოველ შემთხვევაში ეს პროცესები ჩაივლის, ეს დაბნელების დერეფანი და ეს პერიოდი პირიქით დაგეხმარებათ თქვენ ენერგეტიკულ დონეზე, რომ ეს ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი, ჩემო მეგობრებო, და მოდით ნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის სიგნიფიკატორი არსებული მოცემულობის, მიმდინარე ენერგიების და სამომავლოდ რა წავა თქვენი ცხოვრებიდან, რისგან განთავისუფლდებით და ვნახოთ განვითარება მომავალში. ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტში ჩვენ ვხედავთ საკმაოდ ქარიზმატულ ენერგიულ ადამიანს, ესეთი ცეცხლოვანი, ახალგაზრდული, ან ძალიან ისეთი ოპტიმისტური, ისეთი შემართებული ენერგიებით, რომელიც არის მოძრაობაში, არის ძალიან აქტიური. მოძრაობა იგრძნობა, ხო, ეს ადამიანი არ არის გაჩერებულ მდგომარეობაში, ხო, ჩვენ ვისაც აქ ვხედავთ, ეს არის ძალიან აქტიური, ცოცხალი, ენერგიული, მოძრავი იდეების ადამიანი. ახალი იდეების, სიახლეების, ესეთი ნოვატორული, თუ შეიძლება ასე ითქვას, ახალგაზრდული სულის მქონე. შესაძლებელია აქ ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ადამიანს ან ადამიანს, რომელსაც აქვს ახალგაზრდული სული, ანუ არის სულ შემართებით, სულ პოზიტიურად განწყობილი, სულ ოპტიმისტურად განწყობილი და როგორ თუ სიტუაციაშიც არ უნდა აღმოჩნდეს ის, მასში მუდმივად ცხოვრობს და არსებობს იმის განცდა, რომ მე ამასაც დავძლევ, მე ამ მდგომარეობიდანაც გამოვალ, მე ჩემთვის შეუძლებელი არაფერია.
ამ შემთხვევაში თქვენი ცხოვრებიდან წავა ისეთი სიტუაცია და ისეთი სიტუაციები შესაბამისად თანმდევ ადამიანებთან ერთად, რომლებიც თქვენში აი ამ ოპტიმისტურ მუხტს, აი ამ შემართებას ატორმუზებენ. ამუხრუჭებენ უფრო სწორედ უკაცრავად. პროცესებს ანელებენ იმის ნაცვლად, რომ ეს თქვენი ენთუზიაზმი გაიზიარონ, მიიღონ თქვენი შემართება, გახდნენ თქვენი თანამოაზრეები, თქვენი დამხმარეები, თქვენი გვერდში მდგომები. ამის ნაცვლად პირიქით მუდმივად ერთგვარ მენტალურ კრიზისში გამყოფებენ, მუდმივად დევნიან. გდევნიან, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ აი ამ იდეებისთვის, ამ შემართებისთვის და პირიქით იმის ნაცვლად, რომ გაიზიარონ თქვენი ხედვები, პირიქით ხდება, ხო? ერთგვარ წინააღმდეგობას წარმოადგენენ თქვენთან წინააღმდეგობებს თქვენთან მიმართებაში. აქ ჩვენ ვხედავთ ისევ კარის კარტებს, რაღაც ამ გაშლაში მთლიანად რაღაცნაირად ჭარბობს უფრო ადამიანური მომენტები, თითქოს იცით როგორი განცდა მიჩნდება, რომ აი ადამიანები ადამიანის წინააღმდეგ. აი როდესაც ვკითხულობთ მოთხრობას ან ვთქვათ თუნდაც ზღაპარს, ფენტეზს, ან ვუყურებთ ისეთ ფილმს, სადაც მთავარ გმირს უწევს ადამიანური წინააღმდეგობების გადალახვა, ანუ იმ წინააღმდეგობების გადალახვა, რომელსაც მას და უქმნიან ხელოვნურად მისი გარემოცვა, ხო? აქ ჩვენ ვხედავთ თასების მეფეს და კვერთხების დედოფალს, ანუ რეალური, მატერიალური ადამიანები ამოდიან წინააღმდეგობის სახით, რომლებიც ანელებენ, ამუხრუჭებენ თქვენს ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს იმის ნაცვლად, რომ ეს თქვენი ქარიზმა, თქვენი ენერგეტიკა, თქვენი შემართება, თქვენი ოპტიმიზმი, თქვენი მცდელობები თან არა მხოლოდ რაღაცა სურვილის დონეზე არ ჩანს ეს ჩანს მოქმედებაში ეს ყველაფერი. რომ თქვენ გაქვთ ამ ყველაფრის განხორციელების სურვილი და ამისთვის არა მხოლოდ სურვილს და მზაობას გამოხატავთ, არამედ გარკვეულ ქმედებებსაც ახორციელებთ, მაგრამ ეს ადამიანები რაღაცნაირად ერთგვარად ჩამოკიდებულნი არიან თქვენზე. და გამუხრუჭებენ, ანუ ანელებენ, დროში წელავენ, რაღაცნაირად აი ართულებენ იმას, რაც შესაძლებელია თქვენთვის უფრო მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო. აი ესეთი მომენტი თუ გაქვთ და თუ მოვიდა ეს იმას, თუ რეზონირდა ეს ინფორმაცია თქვენთან, მე ვფიქრობ, რომ სწორედ რომ აი ესეთი კრიზისი ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარე არსებული კრიზისი თქვენს ცხოვრებაში აუცილებლად დასრულდება. ის შენელებული პროცესები, ის შრომა, ის რესურსი, რომელსაც თქვენ დებთ ამ ყველაფერში, მაგრამ საპირწონედ ვერ იღებთ ამ შრომის, აი ამ გახარჯული ენერგიის შედეგებს, ეს ყველაფერი დასრულდება და თქვენ გადახვალთ ცხოვრების სხვა ეტაპზე, როდესაც უკვე შეძლებთ, რომ განზე გადგეთ ასეთი ადამიანებისგან, გაერიდებით ასეთ ადამიანებს საბოლოოდ, მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ალბათ თქვენშიც მოვა იმის განცდა, რომ არაფერი აქედან არ გამოვა და რაღაცა სხვა უნდა ავცადო, სხვანაირად მიუვდგე ამ ჩემს ცხოვრებას, იმ თემებს, რომლებიც გაინტერესებთ ხომ, ეტყვით ამას საკუთარ თავს, რაღაცა სხვა მიდგომებია საჭირო. და ვფიქრობ, რომ ის ენერგეტიკული პარაზიტები, რომლებიც კარგად იკვებებიან თქვენგან წართმეული ენერგიით, დასრულდება ეს პროცესი და მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ეს გამონთავისუფლებული ენერგია, რომელსაც იგრძნობთ თქვენ აუცილებლად, უფრო შემოქმედებითად, უფრო ნაყოფიერად და უფრო წარმატებულად გამოიყენოთ თქვენივე თავისთვის და არა სხვა ადამიანების ესეთი პარაზიტი ადამიანების კვებისთვის. აი ესეთი ინფორმაცია მოგვაწოდა მეორე ვარიანტმა და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტი რას გვეტყვის. სიგნიფიკატორი მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის, რა ენერგიებში იმყოფებით ახლა, როგორია თქვენი ვითარება აწმყოში და
რა წავა თქვენი ცხოვრებიდან, რისგან განთავისუფლდებით. მოდით ესეც ვნახოთ. საკმაოდ საინტერესო და წინა ვარიანტებისაგან განსხვავებულ მოცემულობას ხვდებით უკვე აქ. თითქოს ის პირველი ორი ვარიანტი რაღაცით გავდა ერთმანეთს, რაღაც ჰქონდათ მათ საერთო. თუ იქ ჩვენ ვხედავდით ერთგვარ დაპირისპირებას ადამიანებს შორის ფიგურალურ დონეზე, ანუ რეალური ადამიანების სახით, აქ ჩვენ უკვე ვხედავთ საკმაოდ ისეთ უფრო შინაგან კრიზის, შინაგან ტრანსფორმაციულ მოცემულობას, იმიტომ რომ მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის სიგნიფიკატორად ამოდის არკანის სიკვდილი. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიგოთ ეს პირდაპირ მნიშვნელობით, რომ ეს არკანი მოიაზრებს პირდაპირ ფიზიკურ დონეზე სიკვდილს. აქ ამ შემთხვევაში ჩვენ უფრო ვხედავთ ისეთ ტრანსფორმაციულ პროცესს, როდესაც ადამიანი შესაძლოა გარკვეულ დანაკარგებზე უკვე გავიდა, ხო? ეს შეიძლება იყოს ადამიანური რესურსის სახით, შეიძლება ეს იყოს გრძნობებისა და ემოციების სახით. კრიზისი, რომელმაც მოგიტანათ ტკივილი, მაგრამ ამავდროულად ამ ტკივილით ეს გამოცდილება, ეს ცხოვრებისეული გამოცდილება, ცხოვრების ეს ეტაპი, რასაც გადიხართ ახლა, მოგიტანთ განკურნებას სულიერ ემოციურ დონეზე და გადაგიყვანთ ცხოვრების სხვა საფეხურზე. შემოდის რაღაც ახალი, მაგრამ ამავდროულად მიდის ძველი. თუ ძველი არ წავა და ამ ძველი დამოკიდებულებებისაგან, ურთიერთობებისგან, ადამიანებისგან არ განთავისუფლდებით, ბუნებრივია ახალი ვერ დაიკავებს ადგილს, ხო? უბრალოდ საჭიროა სივრცე, თავისუფალი სივრცე თქვენს ცხოვრებაში, თქვენს რეალობაში. თუ ეს სივრცე არ იქნება თავისუფალი, ბუნებრივია ახალი ურთიერთობა, ახალი ადამიანი, ცხოვრების ახალი ეტაპი, ახალი საფეხური ვერ დაიწყება, ხომ? ვერ შემოვა ეს რეალობა თქვენს ცხოვრებაში, თუ იმ ძველს არ გაუშვებთ, თუ ამ ძველისგან არ განთავისუფლდებთ. აი, სადღაც შუაში იმყოფებით ახლა. არც იქით წარსულისკენ, უკვე იმიტომ რომ შეუძლებელია წარსულთან დაბრუნება, წარსულში დაბრუნება, მაგრამ ამავდროულად ჯერ არც ახალი არ შემოსულა თქვენს ცხოვრებაში, რაც შესაძლოა ერთგვარ ბუნდოვანებაში, გაურკვევლობაში გამყოფებდეთ და ეს არ არის მარტივი პროცესი, ეს საკმაოდ რთული პროცესია. მაგრამ ფიქრობ, რომ თქვენ დაძლევთ, ამ ყოველივეს დაძლევთ, ვინაიდან სწორედ ასეთ ენერგიებს ვხედავთ შემდგომ არკანებში. ეს არის პირველი არკანი, რომელიც გვესაუბრება სწორედ ემოციურ კრიზისზე, როდესაც ადამიანი რჩება მარტო და აცილებს თავის წარსულს, ხო? შორეულ ჰორიზონტზე მოჩანს სილუეტი, მოჩანს გარკვეული ფიგურები, რომლებიც მიდიან თქვენი ცხოვრებიდან და თქვენ რჩებით ერთგვარ ემოციურ კრიზისში. რჩებით თქვენს ტკივილთან, თქვენს ემოციებთან მარტო. და ეს რა თქმა უნდა საკმაოდ მოწყვლადი პროცესია ემოციურ დონეზე, მაგრამ დაძლევადი, ვინაიდან ფიქრობ, რომ უმთავრესი უკვე გადალახული გაქვთ, უმთავრესი სირთულე უკვე გადალახული გაქვთ. ამ პროცესის პარალელურად, ამ გაშვების პარალელურად, საკმაოდ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები. მე რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში შესაძლოა ეს ერთგვაროვნად არ განვითარდეს და არ გამოვლინდეს ერთგვაროვნად, თუმცა ენერგიები მაინც საერთოა, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ საკმაოდ საინტერესო პროცესს, როგორც მატერიალურ, ასევე ენერგეტიკულ დონეზე. შესაძლებელია ამ რთულ პროცესთან გამკლავებაში დაგეხმაროთ ერთგვარი მოლაპარაკება თქვენს თავთან თუნდაც, ან დახმარება ისეთი ადამიანისაგან შესაძლოა მოვიდეს, რომელიც სულიერად უფრო განვითარებულია. ეს შესაძლებელია იყოს სულიერი პრაქტიკი,
ეს შესაძლებელია იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც განსწავლულია ეზოთერულ მიმდინარეობებში და რომელსაც შეუძლია ამ პროცესთან გამკლავებაში დაგეხმაროთ, სხვანაირად დაგანახოთ მდგომარეობა, უფრო შორს გაგახედოთ, მომავლის პერსპექტივები დაგანახოთ, რაც თქვენ მოგვცემთ იმის სულიერ ძალას და ენერგიას, რომ აი ამ სულიერ ემოციურ კრიზისთან, რომელსაც გვიჩვენებს პირველი და მისი შემდგომი თანმდევი არკანი, რომ მაქსიმალურად შეძლოთ ამ პროცესებთან გამკლავება. შესაძლებელია აქ მოხდეს რიგი ადამიანების შემთხვევაში, ვინც დაინტერესებული ხართ თავად თქვენ ამ მიმდინარეობებით, ერთგვარი მანიფესტაციების გაკეთება, სულიერი პრაქტიკების გაკეთება, რიტუალური ჩარევა, თუნდაც ენერგეტიკული წმენდა შეიძლება იყოს ეს, ან სხვა სახის პრაქტიკები, რომლებიც დაგეხმარებიან იმაში, რომ დაუბრუნდეთ საკუთარ თავს, შეძლოთ საკუთარ თავთან დაბრუნება, საკუთარი თავის დაფასება, შეყვარება და უფრო მაღალი საფეხურიდან ამ გამოცდილების დანახვა. და თუ ამ პროცესს თქვენ გაივლით იმ სახით, რა სახითაც მე და რა ფორმითაც მე ახლა ვისაუბრე, რა ფორმაზეც ვისაუბრე, ბოლო არკანი გაძლევთ უდიდეს პოტენციალს, ეს არის თასების ტულზი და თასების ტულზი ეს არის სიყვარულის პოტენციალი, ეს არის ნიჭი სიყვარულის, თუ შეიძლება ასე ითქვას. და შესაძლებელია თქვენ ისეთ ენერგიებში შეხვიდეთ აი ამ მთლიანი პროცესის გავლის შემდგომ, რომ აი საკუთარი თავის განკურნების შედეგად მიხვიდეთ ისეთ მდგომარეობამდე, რომ მე კიდევ შევიყვარებ, მე კიდევ შევძლებ სიყვარულს. მაგრამ ეს იქნება სხვა დონე განვითარების, სხვა ლეველი. შესაბამისად, აქ მე არ ვსაუბრობ ახალ ურთიერთობაზე ან ახალ პარტნიორზე, აქ ესეთი რამ არ ჩანს, მაგრამ აქ ჩანს თქვენი შინაგანი ენერგიების გამონთავისუფლება, გაჯანსაღება, განკურნება და იმ პოტენციალის დაბრუნება, იმ შინაგანი ცეცხლის დაბრუნება, რომელიც შესაძლებელია დაკარგეთ, ან უფრო სწორად გეგონათ, რომ დაკარგეთ თქვენს თავში. აი ესეთი საინტერესო ვერსია შემოგთავაზა მესამე ვარიანტმა, ჩემო მეგობრებო. მართლაც საოცარი ვარიანტი იყო მესამე ვარიანტი. თასების ტულზმა ყველაფერი დააგვირგვინა. ვინაიდან ამ გაშლას მე ვერ განვავრცობ და სამომავლო განვითარებაზე, უკვე ახალ საფეხურზე მე ამ გაშლის ფარგლებში ვერ ვისაუბრებ, იმიტომ რომ ეს არის უფრო განთავისუფლებასთან, წარსულის გაშვებასთან დაკავშირებული პროგნოზი. ამიტომ შემოვიფარგლები იმ სათქმელით, რაც უკვე ვთქვი. ვინც მოისმინეთ აღნიშნული ჩანაწერი და ვისთანაც რეზონირდა ეს ინფორმაცია, ჩემი თხოვნა იქნება ენერგობალანსისთვის. მოიწონოთ და გააზიაროთ ვიდეო, ხოლო უფრო დეტალური პროგნოზებისთვის და ენერგეტიკული манипуляციებისთვის, ენერგეტიკული დახმარებისთვის შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. მოგეხსენებათ, ჩემი კონსულტაციები მოიცავს ტაროლოგიურ და რუნოლოგიურ კონსულტაციებს. ამ პროცესში მე ვიყენებ ასევე დასავლურ ასტროლოგიას, ნუმეროლოგიას და ამასთან ვმუშაობ ბედის მატრიცის მიმართულებითაც, ასე რომ ვინც დაინტერესდებით, შეგიძლიათ შემომეხმიანოთ მესენჯერში. ეხლა დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.